მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა გაგიკეთოთ ახლა, თემატიკა იქნება ესეთი. უნდა თუ არა მას თქვენთან ურთიერთობის აღდგენა, ეს არის დიდი ნაწილისთვის, ასე ვთქვათ, საინტერესო თემატიკა. დაახლოებით ის თუ რას ფიქრობს, რა გეგმები აქვს თქვენთან მიმართებაში. ჩაიფიქრეთ თქვენი თავი, თქვენი პარტნიორი. მეტი არაფერზე არ იფიქროთ, ასე ვთქვათ, და ვნახოთ ახლა რა ხდება თქვენ ურთიერთობაში იმისთვის, რომ გაიგოთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა. რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში? თასის პრინცი ამოდის, ეს შეიძლება იყოს წარმომადგენელი თქვენი პარტნიორი კონკრეტულად წყლის სტიქიის წარმომადგენელი შეიძლება იყოს, შეიძლება თევზები, კიბორჩხალა ან მორიელის ნიშანს წარმოადგენს, მაგრამ საერთო გაშლაში შეიძლება ასევე იყოს ემოციური ტიპაჟი, ძალიან ემპათიური, ძალიან მგრძნობიარე, მოსიყვარულე, თასების მომწოდებელი, რაღაცა რომანტიკოსი, სიმღერიზას, ასე ვთქვათ, სიმღერით მჩვენებელი შენთვის, არ ვიცი, რამდენად რაღაც ნაწილისთვის, პატარა ნაწილისთვის შეიძლება იყოს, რომ თქვენ ფანჯრებთან რაღაცა რომანტიულ წარწერებს ახორციელებს, ქვევიდან გიმღერით, ჩირაღდნებით ხელში, თავის საძმაკაცო სამეგობროსთან ერთად გაშლა ორივე სქესისთვის არის, მაგრამ თქვენ თავზე მოერგეთ, როცა ვსაუბრობ. შეიძლება უბრალოდ თბილი და ტკბილი, ასე ვთქვათ, სიტყვა მოუბარი და ესეთი მჩვენებელი იყოს თავისი ემოციური ფონის, რა ხდება თქვენ ურთიერთობაში, ურთიერთობა არის განულებული, რაღაცა რაც ხდებოდა აქამდე. პრინციპში განულებულია და ახალ ეტაპზე გადადიხართ. შეიძლება თქვენი პერსონაჟი წარმოადგენს მერწყულის ნიშანს, ეს არის შუთი, ეს არის full ნოლი მაღალი არკანი, საიდანაც მაღალი არკანები იწყება, ეს არის განულებული პერიოდი რაღაცა ძველის და სრულიად ახალ პერიოდზე მიმავალი ადამიანები, რაღაცნაირად თავისუფალი, რაღაცნაირად ალალი, რაღაცნაირად გულუბრყვილო. კიდევ მეორე შეიძლება ვთქვი თუ არა არ მახსოვს, მაგრამ შეიძლება თქვენ წარმოადგენთ ან თქვენი პარტნიორი მერწყულის ნიშანს, მერწყულების კარტია შუთი როგორც წესი, ეს არ არის როგორც ხშირად ტაროლოგები აღნიშნავენ, რომ სულელის კარტი, თუმცა ფული ქვია, ეს არის გულუბრყვილოდ წინ მიმავალი ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ მზად არის ახალი თავგადასავლებისთვის, მზად არის ახლებურად თავის ცხოვრება წარმართოს, ახალი წინააღმდეგობები გადალახოს, მაგრამ ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოს თავის თავზე, ძალიან იოლად, მასხარად, ძალიან გულუბრყვილოდ, ასე ვიტყოდი, ბავშვური გულუბრყვილობით მიდიხართ წინ, რაღაც ახალ ეტაპზე დგეხართ ურთიერთობაში. ყველა ვერ იქნებით მერწყულის ნიშანი, მართალია, მაგრამ აი ესეთი იდენტიფიკაციაა, რომ რაღაც ახალ ეტაპზე მიდიხართ. ან განაახლეთ თქვენი ურთიერთობა, განაახლეთ. პაუზა არის ურთიერთობაში დაზამთრდა, ურთიერთობაში არის სიცივე, არც ერთი დიდად არ მოქმედებთ ამ ურთიერთობაში, არ დებთ თქვენ ენერგეტიკას, ასე ვიტყოდი, მოქმედებისას, მაგრამ ურთიერთობაში აჩვენებენ, რომ არის პაუზა. პაუზაა თუ დასასრული ამ ყველაფერს თუ მოვასწრებ, გეტყვით, მაგრამ ეხლა ყველა ვარიანტი არის გაშეშებული თქვენი ურთიერთობა და მდგომარეობა, თუმცა ადამიანს თქვენთან მიმართებაში აქვს თასები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალ ეტაპზე ხართ ამ ურთიერთობის, სადაც არის გაშეშებული მდგომარეობა. თუ ვატყობთ ასე თუ ისე, მისთვის ხართ დავფარავ, რომ TikTok-მა და საერთოდ YouTube-მა და არხებმა არ დაბლოკოს ღია ვარსკვლავისთვის, ვარსკვლავიც არის მერწყულების კარტი, მინდა გითხრათ, ძალიან დიდი ალბათობით უმეტესი პროცენტი იქნება თქვენ წყულში მერწყულის ნიშანი. მერწყული არის მე-17 მაღალი არკანი მაპატიეთ. ვარსკვლავის კარტი, ეს არის ჭყვიალა ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომელიც სოციუმში ჭყვიალებს და ბევრი გამომწერი ყავს, ბევრი ადამიანი მას შეყურებს, ასე ვთქვათ, ოცნების ეტალონი ადამიანია ადამიანებისთვის. ყავს მიმდევრები, ყავს ადამიანები, ვინც მას უსმენენ, უყურებენ, რაღაცა მის მოქმედებას, ასე ვთქვათ, შორი ვარსკვლავებით ჭყვიალა ადამიანს აკვირდებიან და ითვალისწინებენ პრინციპში იმ ადამიანის მოქმედება იქნება თუ სიტყვა იქნება თუ რაც არ უნდა იყოს, სოციუმში შეიძლება ძალიან აქტიური ხართ, მუშაობთ კიდევაც, შეიძლება თქვენი ბლოგები გაქვთ, გვერდი გაქვთ, სადაც სამუშაო რეჟიმშიც, ასე ვთქვათ, ჭყვიალებთ და
ვზრიალებთ, მოდი ესე ვიტყვი და მისთვის ხართ ცოტა არ იყოს დაშორიშორებული მდგომარეობა, ცოტა გაგრილებული ენერგეტიკულად, მაგრამ არის საოცნებო ქალი, საოცნებო მამაკაცი, საოცნებო ადამიანი, ვისაც გინდა ხელით შეეხო, ვინც შენი ჩაფიქრებული ოცნებაა, ვინც შენი მუზა, ვინც შენი წყაროა ენერგეტიკის იმისთვის, რომ დაძინებისას, გაღვიძებისას აი ამ ვარსკვლავს, ამ ადამიანს გინდა ხელით შეეხო, მაგრამ შორია შეიძლება დისტანციებით ვიღაცისთვის იყოს ტერიტორიული დისტანციები, შეიძლება მენტალური დაშორიშორება მოხდა თქვენ ურთიერთობაში, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ავადმყოფურ მდგომარეობაში ხართ ორივე ამ ურთიერთობაში, ამ პაუზიდან გამომდინარე. შეიძლება ზოგიერთმა ვირუსიც კი აიკიდეთ, იმდენად დავარდა თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა, ზოგს წნევა, ასე ვთქვათ, ცვალებადობაში გაქვთ თავის ტკივილები, ნეგატიური მდგომარეობა, დეპრესია უბრალოდ, როცა ლოგინიდანაც კი არ გინდა ადგე. ესეთი მდგომარეობა გაქვთ ახლა. ვნახოთ, მაშინ ჩვენი თემა იყო. გავიხსენეთ თემატიკა. ჰეიტერებს სალამი. გავიგოთ ახლა უნდა თუ არა მას ამ ურთიერთობის აღდგენა. პრინციპში იმას ვხედავთ, რომ ადამიანი და თქვენც არც თქვენ აკლებთ ძალიან დეპრესიულ მდგომარეობაში ხართ, ფიქრებით იზღუდავთ საკუთარ მდგომარეობას, რომ აი ჩიხში ხართ, რომ აი გამოსავალი აღარ არის, რომ აი ყველაფერი სადღაც კუთხეში მიიმწყდა და აქედან ვეღარ გამოვა, ვერ დააპდეიტდება ურთიერთობა, აი ამისგან დეპრესიაში ვარდებით ხოლმე, უნდა თუ არა მას ამ ურთიერთობის, ამ კუთხიდან გამოსვლა, ამ ურთიერთობის დააპდეიტება, მოდი ესე ვიტყვი და ახლიდან რამეს იმოქმედებს თუ არა, უნდა თუ არა. პირველ რიგში ძალიან ბევრს ეჭვიანობს, ეს არის პრინცი ჰაერის, ეს არის ასევე ჰაერის პრინცი შეგახსენებთ, შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორი მერწყულის სასწორის ან ტყუპების ნიშანი, ეს არის ძალიან ეჭვიანი ტიპაში, ძალიან ბევრს ეჭვიანობს, აგრესიულობს, შეიძლება აგრესიას გამოხატავს იმითი, რომ აკვირდება თქვენ კონკრეტულად თქვენ სოციალურ ქსელებს, სადაც თქვენ ბრჭყვიალებთ და ბზინავთ და მიყავთ თქვენი ბლოგები და ვლოგები. გაკვირდებათ მაქსიმალურად, იმიტომ რომ ამ ტიპას ძალიან უყვარს სოციალურ ქსელში დაკვირვება, ვინ გამოიწერა, ვინ გამოიწერა, ვინ დაუკომენტარა, ვინ დაიმეგობრა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერს, ასე ვთქვათ, აკვირდება თავის თვალით, იმიტომ რომ ეჭვიანობა აქვს ძალიან ბევრი. 7-იან პენტაკლით ეს ადამიანი მოლოდინის რეჟიმშია, როგორც ფეხმძიმე ქალი ელოდება თავისი მშობიარობის მოსვლის პერიოდს, მაგრამ პრინციპში ადამიანი მოლოდინის რეჟიმშია, რომ აი რაღაცა 1-2 თვის ვადებში სამყარო ადამიანი ქვეყანა საერთოდ აჩვენებს რა და როგორ უნდა იმოქმედოს. მეორე მაღალი არკანი ამოდის ქურუმი ქალი, თქვენ შეიძლება მისთვის ხართ ძალიან ემპათიური ქალი, ძალიან ეზოთერიკის მხრივ ეზოთერიკაში გადავარდნილი, ძალიან ბევრი მისტიური რაღაცა შეგრძნებებით და ემოციებით. აქ ძალიან დიდი ემოციური ადამიანია ამ გაშლაში, შეიძლება ძალიან გიზიდავთ ასტროლოგია, ტაროლოგია, ნუმეროლოგია, ფსიქოლოგია, აი ამ თემებში ხმად ჩაძირული ხართ და ბევრი მისტიური და ეზოთერული თემების განხილვა არის თქვენი, ასე ვთქვათ, ერთგვარი ჰობი. ადამიანისთვის არის თქვენი პერსონაჟი ჯერ კიდევ გამოუცნობი, რას და როგორ იმოქმედებს და აქედან გამომდინარე არის სწორედ ეს ადამიანი მოლოდინის რეჟიმში, რომ დრო თითქოს ყველაფერს აჩვენებს. ორი კარტი ერთად ამოდის, 7-იან ხმალი და 7-იანი მაღალი. 2-7-იანი ეს არის წინააღმდეგობის გადალახვის, ასე ვთქვათ, პერიოდი, მაგრამ აქ არის ეშმაკი ადამიანი, აქ არის მატყუარა ადამიანი, რაღაცას ეშმაკობს, რაღაცას იტყუება, შეიძლება თქვენ ურთიერთობაში არის სამკუთხედი და სასიყვარულო სამკუთხედზე აქ საუბარი, მოღალატე ადამიანი, მატყუარა ადამიანი, როგორც მინიმუმ ადამიანი რუსული სიტყვა უნდა მეთქვა, მაგრამ ეშმაკობს რაღაცას, აი თავის თავს იტყუებს თუ თქვენ გატყუებთ ამ ქცევით, რომ არაფერს რო არ მოქმედებს, რაღაცას გაჩვენებთ ამ ეშმაკობით, მაგრამ საჭე არის მის ხელში პრინციპში ამ ურთიერთობაში მას შეუძლია გადაუხვიოს მარჯვნივათაც და მარცხნივათაც და საერთოდ წინ იაროს თქვენთან ურთიერთობაში. 7-იანები ეს არის ძალიან
ბევრი წინააღმდეგობა, რომელშიც ადამიანი მზად არის, რომ თავის თავზე პასუხისმგებლობა აიღოს და კონკრეტულად იმოქმედოს, მაგრამ შეიძლება ახლა ადამიანი 6 არხმლით იყოს გადაადგილებაში, ტერიტორიულ გადაადგილებაში, სწორედ ამიტომ ვერ მოქმედებდეს. ცივი ადამიანის ცივი ჰაერის დედოფლის როლშია, რაღაცას ბევრს ფიქრობს, რაღაცნაირად. უნდა გამოსავალი იპოვოს ლაბირინთიდან,